ანტიქრისტე ფრიდრიხ ნიცშე კითხულობს ნიკო ნაწილი მესამე სახარებები ფასდაუდებელ მოწმობას წარმოადგენენ დაუოკებელი კორუფციისა პირველ რელიგიურ მრევლში. ის რაც პავლემ რაბინის ლოგიკური ცინიზმით ბოლომდე მიიყვანა, იყო მხოლოდ დაშლის პროცესი, რომელიც მხსნელის სიკვდილს უკავშირდება. ამ სახარების კითხვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ადამიანი ყოველი სიტყვის შემდეგ სიძნელეებს გადაეყრება, ვაღიარებ და ამაში მომხრეები მეყოლება, რომ ფსიქოლოგს სწორედ ეს ჰგვრის უჩვეულო სიამოვნებას, როგორც საპირისპირო რამ გულუბრყვილო მანკიერებისა, როგორც უახლესად ფაქიზე, როგორც ფსიქოლოგიური გარყვნილების ვირტუოზულობა. ევანგელეები თავის თავზე პასუხს აგებენ. ბიბლია ხომ ვერანაირ შედარებას ვერ უძლებს. აქ საერთოდ რომ არ ჩაიკარგო, პირველ რიგში, უნდა გახსოვდეს, რომ შენ ებრაელთა შორის ხარ, წმინდანობის თამაში, რომელმაც ამ შემთხვევაში წმინდანად თვით გარდაქმნის ისეთ გენიალობას მიაღწია, რომ არც წიგნებში და არც ადამიანთა შორის გაგონილა სიტყვათა და ჟესტებით თაღლითობა. ეს ხელოვნება არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნების ნიჭის შედეგი. ის უფრო რაღაც გამონაკლისი ბუნებისაა და რასის კუთვნილებაა. ქრისტიანობაში როგორც ხელოვნებაში, იცრუო წმინდანივით, მთელმა ებრაელობამ, იუდეველთა უმკაცრესმა წვრთნამ და ტექნიკამ, ოსტატობის უმაღლეს ხარისხს მიაღწია. ქრისტიანი, ეს ultima ratio, კვლავ ებრაელია, გასამაგებულ ხარისხში. ძირითადი ნება მოახდინო ისეთი ცნებებით, სიმბოლოებით, სხეულის მოძრაობით მანიპულირება, რომელიც დასტურდება ქურუმის პრაქტიკით, ინსტინქტური თავის არიდება პრაქტიკის სხვა ფორმებისაგან, სხვა ღირებულებებისა თუ საჭიროებებისაგან, არა მარტო ტრადიციაა, არამედ არის მემკვიდრეობითობა. ეს უკანასკნელი კი ბუნებასავით მოქმედებს. მთელმა კაცობრიობამ, ყველა დროის საუკეთესო მოაზროვნეებმა თავი მოიტყუეს, ერთის გამოკლებით, რომელიც როგორც ჩანს ადამიანი იყო. სახარება წაკითხულ იქნა როგორც უცოდველობის და უდანაშაულობის წიგნი. არანაირი მითითება იმაზე, თუ რა ოსტატობით მიმდინარეობს სანახაობრივი თამაში. ცხადია, ჩვენ რომ ისინი გვენახა, ან თუნდაც თვალი შეგევლო, ამ ფარისევლობასა და თაღლითობაში დაოსტატებული წმინდანებისათვის ამას ბოლო მოეღებოდა. ჩემთვის აუტანელია მათი მანერა ზემოდან ქვემოთ ყურებისა. საბედნიეროდ, უმეტესობისთვის მხოლოდ ლიტერატურაა, მაგრამ თავი მაინც არ უნდა მოატყუებინო. ნუ განსჯით, ღაღადებენ ისინი და ამ დროს ყველაფერს აქვესკნელებენ, რაც კი გზაში გადაეღობებათ. განსჯას ღმერთს მიანდობენ ხოლმე. სინამდვილეში კი თვითონ არიან პირველი მსჯავრდებულები. ღმერთს სიტყვიერად ადიდებენ, სინამდვილეში კი საკუთარ თავს განადიდებენ. როდესაც სათნოებას მოითხოვენ, რომელიც სწორედ მათ ხელეწიფებათ, უფრო ზუსტად კი სჭირდებათ, ზემოთ რომ დარჩნენ, სათნოებისთვის მებრძოლ სახეს ქმნიან, ბრძოლისა სათნოების გასაბატონებლად. ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ვკვდებით, ჩვენ სიკეთეს ვეწირებით. სინამდვილეში მათ მიერ კეთდება ის, რისი არ გაკეთება მათ არ შეუძლიათ. ფარისევლები. ისინი კუთხეში მოკუნდულან, აჩრდილებივი ცხოვრობენ ჩრდილში და ამით მოვალეობის მოჩვენებითობას ქმნიან. მოვალეობით მათი ცხოვრება მორჩილებაა. მორჩილება კი მათი ღვთისმოსაობის დასტური. ოხ, ეს მორჩილი, უმანკო, გულმოწყალე სახის სიცრუე. ჩვენთვით სათნოება უნდა დაგვემოწმოს. სახარება წაკითხულ უნდა იქნეს, როგორც წიგნი, გაშუალებული მორალით ცნებაზე. ეს პატარა ადამიანები მორალს ყადაღას ადებენ და ძალიან კარგად იციან, როგორ მოექცენ მორალს. მორალით ისინი კაცობრიობის ტყუილის ქსელში გაბმას ახერხებენ. რეალობა ის არის, რომ რჩეულთა საკმაოდ შეგნებული ამპარტავნება თავმდაბლობას თამაშობს. საკუთარი თავი,
მრევლი, კეთილი და სამართლიანი, სამუდამოდ მოაქციეს ერთი ჭეშმარიტების მხარეს. სამყარო კი მეორე მხარეს აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე საბედისწერო განდიდების მანია, რომელიც კი ოდესმე არსებობდა ქვეყნად. პაწაწინა გადაგვარებულმა თაღლითებმა და ცრუპენტელებმა დაიწყეს ცნებების, ღმერთის, ჭეშმარიტების, სინათლის, სულის, სიყვარულის, სიბრძნის, სათავისოდ გამოყენება, საკუთარი თავის სინონიმად, რათა სამყარო გაემიჯნათ თავისგან. პატარა, აღმატებით ხარისხში იუდეველებმა, ნებისმიერი სიგიჟისთვის მომწიფებულებმა, ღირებულებები თავიანთ სასარგებლოდ დაატრიალეს. თითქოს ქრისტიანი იყო აზრი, მარილი და მიღმა დანარჩენი ყველაფრის უკანასკნელი სამშავრო. შემდგომი ბედისწერა განაპირობა იმან, რომ ქვეყნად არსებობდა მონათესავე იუდეისტური რასა, განდიდების მანიით შეპყრობილი. როგორც კი იუდეველსა და ქრისტიან იუდეველს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. ამ უკანასკნელს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავდაცვის იგივე პროცედურა ჩაეტარებინა, გადარჩენის ებრაული ინსტინქტით ნაკარნახევი და ამ ორი სახეობის იუდეველებს შორის შუღლი ჩამოეგდო. ქრისტიანი იგივე ებრაელია, ოღონდ უფრო თავისუფალი ამხსარებლობისა. მე რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ. რა ჩაუჯდა თავში ამ პატარა ადამიანებს, რა გაახმოვანეს მათ თავიანთი მასწავლებლის საშუალებით. ეს არის ლამაზი სულების აღსარება. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას მათ დასამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ქალაქისთვის. და ვინც აცდუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც მე ვწამვართ, უჯობს წისკვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. და თუ შენი თვალი გაცდუნებს შენ, ამოითხარე იგი. გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმერთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალის მქონე ჩავარდე გეენაში. და უთხრა მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ, ვისაც სურს მე მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე, რათა. ფსიქოლოგის შენიშვნა. ქრისტიანული მორალი აქ უარყოფილია სიტყვით რათა. მისი საფუძვლები უარყოფილია. ეს ასეა ქრისტიანული. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. რადგანაც როგორი განსჯიდაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგიწყვით თქვენ. სამართლიანობის, სამართლიანი სამჯავროს როგორი გაგებაა. რადგან თუ გეყვარება თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც. ან და თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმედ, უჩვეულოს რას ჩადიხართ? განა ასე არ იქცევიან წარმართნი? ქრისტიანული სიყვარულის პრინციპი მას სურს, რომ მაღალანაზღაურებადი იყოს. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეწოდებებს, არც თქვენს შეწოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი, მეტისმეტი კომპრომეტირებას ემოხსენებული მამისა. მას ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ეს ყველაფერი, ანუ საკვები, ტანსაცმელი, ჩვენი არსობის აუცილებელი მოთხოვნილებები. მოგზალებულად რომ ვთქვათ, შეცდომა. მალე ამის შემდეგ ღმერთი თერძად მოგვევლინება, თუნდაც გარკვეულ შემთხვევებში. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარ მეტყველთაც, მათი მამები. უსირცხვილო მოდგმა. ისინი თავს უკვე წინასწარ მეტყველებს უტოლებენ. ნუ თუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და სული ღმერთისა დამკვიდრებულა თქვენში.
ასეთი რამის მიმართ სათანადო ზიზღი ვერ გამოიხატება. ნუ თუ არ იცით, რომ წმინდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ თქვენგან განიკითხება ქვეყანა, განა იმის ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ. სამწუხაროდ არა მარტო გიჟის ნაბუდვარე, არამედ ამას უტიფარი მატყუარა განაგრძობს. ნუ თუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს და განა მით უმეტეს არ განვსჯით ამ ქვეყნიურ საქმეთაც. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარე? სად არის მაძიებელი ამ საუკუნის? განა საშლეგოდ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ ქვეყნიური, რადგანაც ღმერთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ საკუთარი სიბრძნით. ღმერთმა ინება ქადაგების საშუალებით ეხსნა მორწმუნენი, მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, უბადრუკნი და არა არსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა განაქროს არსნი, რათა არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღმერთის წინაშე. იმისთვის რომ გაიგოთ ეს ადგილი, პირველხარისხოვანი მოწმობა ჩანდალას ყოველგვარი ფსიქოლოგიისთვის. უნდა წაეკითხოთ ჩემი მორალის გენეალოგიის განხილვა. იქ პირველად გამოაშკარავდა ზღვარი არისტოკრატულ და ჩანდალას მორალს შორის, რომელიც სიბრაზისა და უძლური შურისძიების საფუძველზე წარმოიშვა. პავლეს შურისძიების უდიდესი მოციქული იყო. რა დასკვნა გამომდინარეობს აქედან? კარგია, რომ ახალი აღთქმის კითხვისას თეთრ ხელთათმანებს იკეთებენ. ამდენი უწმინდურობის სიახლოვეში იძულებული ხარ ასე მოიქცე. ჩვენ ნაკლებად გვსურს ურთიერთობა პოლონელ ებრაელებთან, როგორც პირველ ქრისტიანებთან. არა იმიტომ, რომ მათი წინააღმდეგი ვართ. ერთსაც და მეორესაც არასასიამოვნო სუნი ასდის. ამაოდ ვეცადე. ამო მეკენკა ახალი აღთქმიდან სასიამოვნო თვისებების მსგავსი. იქ ვერაფერს წავაწყდი, რასაც შეიძლება თავისუფალი, კეთილი, გულწრფელი და პატიოსანი დაერქვას. ადამიანურობა აქ საწყის ეტაპზეც არ არის. ის განიცდის სისუფთავის ინსტინქტის დანაკლისს. ახალ აღთქმაში მხოლოდ ცუდი ინსტინქტებია. სიმამაცეც კი არ არსებობს ამ ცუდი ინსტინქტების შესატყვისი. მხოლოდ სიმხდალე, მხოლოდ თვალების დახუჭვა და უკიდურესი თავის მოტყუება. ახალი აღთქმის შემდეგ ყოველი წიგნის სუფთამეჩვენება. მაგალითისთვის მოვიყვან. უშუალოდ პავლეს შემდეგ მოხიბლული ვკითხულობდი ლაღ, შვენიერ, დამცინავ პეტრონიუსს, რომელზედაც შეიძლება იგივე ითქვას, რაც დომენიკო ბოკაჩომ პარმის ჰერცოგს ჩეზარე ბორჯიაზე მისწერა, ეტუტო ფესტო, უკვდავებამდე ჯანმრთელი, უკვდავებამდე მხიარული და იღბლიანი. ეს პატარა ფარისევლები ერთ რამეში აგებენ ჭკუას. ისინი ვიღაცას თავს ესხმიან, მაგრამ ვისაც თავს ესხმიან, ის მათი თავდასხმით მხოლოდ გამორჩეული ხდება. ვისაც პირველი ქრისტიანი თავს ესხმის, ის ვერ ახერხებს მის გასვლას. პირიქით, ეს დიდი პატივია, შენ წინააღმდეგ განწყობილი პირველი ქრისტიანი ყავდეს. ახალი აღთქმის კითხვისას უპირატესობას ძალა უნებურად იმას ანიჭებ, ის რასაც ან ვისაც აბუჩად იგდებს, რომ არაფერი ვთქვათ სიბრძნეზე ამა ქვეყნისა. თავხედი ცრუპენდელა, ამაოდ რომ ცდილობს უაზრო ქადაგებით შერცხვენას. ასეთ მქადაგებლები ფარისევლების მოგებულნი არიან და მწიგნობრებიც. ალბათ მათში რაღაც საინტერესოა ჩამალული, თუ ასე ღრმად ეზიზღება ყველას. პირმოთნეობა. ეს არის უმთავრესი საყვედური პირველი ქრისტიანებისაგან მათ მიმართ. ბოლოს და ბოლოს ისინი პრივილეგირებული იყვნენ. ჩანდალას სიძულვალს მეტი მიზეზი აღარ სჭირდება. პირველი ქრისტიანი, ვშიშობ რომ უკანასკნელიც, რომელსაც მე მოვესწრები, ეს მეამბოხეა, უნდაბლესი ინსტინქტების წაქეზებით. ის ცხოვრობს და მუდმივად იბრძვის თანასწორი უფლებებისათვის. უფრო ზუსტად კი მას არ გააჩნია სხვა არჩევანი. ვისაც სურს საკუთარი პიროვნებისთვის ღვთის რჩეული, ღვთის ტაძარი, ან ანგელოზის მსაჯული გახდეს, მაშინ არჩევანის სხვა პრინციპი უკვე ბოროტებას წარმოადგენს. მაგალითად, სამართლიანობის, სულიერების, მამაკაცურობის, სიამაყის, სილამაზის, შინაგანი თავისუფლების,
ანუ უბრალოდ სამყაროზე. მორალი. პირველი ქრისტიანის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა სიცრუეა. მისი ღირებულება და მიზანი საზიანოა, მაგრამ ღირებულება სწორედ იმას გააჩნია, ვინც ან რაც მას სძულს. ქრისტიანი მღვდელი კი ფასეულობის განსაკუთრებული კრიტერიუმია. საჭიროა შეხსენება, თუ ვინ არის მთელ ახალ აღთქმაში ერთადერთი პიროვნება, რომელსაც პატივი უნდა სცენ. რომის ხელისუფალი პილატე. ის ვერ აიძულებს თავის თავს, რომ იუდეველთა დავა სერიოზულად აღიქვას. ერთი ებრაელით მეტი ან ნაკლები, განა ეს მნიშვნელოვანია? რომაელის კეთილშობილმა დაცინვამ, რომლის წინაშეც სიტყვა ჭეშმარიტს ბოროტად იყენებენ. ახალმა აღთქმამ ახალი გამოთქმით გააძლიერა. რა არის ჭეშმარიტება? ამ გამოთქმას გააჩნია ფასი და თავისთავად არის კრიტიკა და უარყოფა ჭეშმარიტებისა. სხვებისგან იმით კი არ განსხვავდებით, რომ ვერ პოულობთ ღმერთს ვერც ისტორიაში, ვერც ბუნებაში, ვერც ბუნების მიღმა. არამედ იმით, რომ ღმერთს ჩვენ ღვთიურად არ მივიჩნევთ. ჩვენთვის ის შესაბრალისია, აბსურდი და ერთგვარად საზიანოც. ჩვენ მას აღვიქვამთ შეცდომად და როგორც დანაშაულს, სიცოცხლის მიმართ. ღმერთი როგორც ღმერთი, უარყოფილია ჩვენ მიერ. ვინმეს რომ დაემტკიცებინა ჩვენთვის ქრისტიანობის ეს ღმერთი, კიდევ უფრო ნაკლებად გვექნებოდა მისი რწმენა. ფორმულით, პავლეს მიერ დამტკიცებული ღმერთი, ღმერთის უარყოფაა. ისეთი რელიგია, როგორიც ქრისტიანობაა, რეალობას რომ არანაირად არ ეხება. ეცემა იმ წამსვე, თუ მას სინამდვილე რაიმე პუნქტში თავის უფლებებს წაუყენებს. სამართლიანობის თვალსაზრისით, ის უკიდურესად მტრულად უნდა იყოს განწყობილი სამყაროს სიბრძნის მიმართ, ანუ მეცნიერების მიმართ. მისთვის გამოსადეგია ყველანაირი საშუალება, რომელიც სახელს გაუტეხავს გონის დისციპლინას, ცილს დასწამებს გარკვეულობას და სიმკაცრეს სინდისის საკითხებში, კეთილშობილებას და თავისუფლებას. რწმენა როგორც იმპერატივი ვეტოა მეცნიერების წინააღმდეგ. პრაქტიკაში სიცრუე აუცილებელია. პავლემ მიხვდა, რომ რწმენა, სიცრუე საჭირო რამ არის. მოგვიანებით ეკლესია კარგად მიუხვდა პავლეს. ის ღმერთი, რომელიც პავლემ შექმნა, სამყაროს სიბრძნეს არ ცხვენს. ცურწმენის ორ უდიდეს მტერს, ფილოლოგიას და მედიცინას. ეს ჭეშმარიტად გაბედული გადაწყვეტილებაა პავლეს მხრიდან. ღმერთი დაარქვა შენ საკუთარ ნებას. ეს გულდაგულ ებრაულია. პავლეს სურს სამყაროს სიბრძნე დაამციროს. მისი მოსისხლე მტრებია ფილოლოგები და ექიმები ალექსანდრიული განათლებისა. ფილოლოგს და ექიმს არ შეუძლიათ არ იყვნენ ანტიქრისტიანები. ფილოლოგი საღვთო წიგნების მიღმა იყურება, ექიმი კი ტიპიური ქრისტიანის ფიზიოლოგიური უარგისობის მიღმა. ექიმი ამბობს, უკურნებელია, ფილოლოგი კი თაღლითობაა. ვინმემ თუ გაიგო ცნობილი ისტორია, ბიბლიის დასაწყისში რომ არის განთავსებული. ისტორია ღმერთის ჯოჯოხეთურ შიშზე მეცნიერების მიმართ. ვერავინ გაიგო. მას ერთადერთი უზარმაზარი საშიშროება ეგულება და შესაბამისად, ღმერთიც ერთ უშველებელ საშიშროებას ხედავს. ღრმად მოხუცებული ღმერთი, უზენაესი ქურუმი, ჭეშმარიტი სრულყოფილება, თავის ბაღში სეირნობს, მაგრამ სამწუხაროდ მოწყენილია. მოწყენილობას ღმერთებიც კი ამაოდ ებრძვიან და რას მოიმოქმედებს ის ამ დროს? ქმნის ადამიანს. ადამიანის საკმაოდ გასართობი რამ არის, მაგრამ შეხედეთ, ადამიანიც მოწყენილია. ღმერთის გულმოწყალება იმ ერთადერთი უბედურების მიმართ, რომლისგანაც 60-იც კი არ არის დაცული. ის სასწრაფოდ ქმნის ცხოველებს. მისი პირველი დაუდევრობა. ადამიანმა არ მიიჩნია მხეცები გასართობად. ის მათზე ბატონობდა და არც უნდოდა ცხოველი გამხდარიყო. ამის შემდეგ ღმერთმა ქალი შექმნა და ამით მოწყენილობას ბოლო მოუღო. მაგრამ სხვა რამესაც
ქალი ღმერთის მეორე დაუდევრობა იყო. ქალი თავისი არსით გველია. ეს ყველა ქურუმმა იცის. ყველა უბედურების საწყისი ქალის სამყაროშია. ესე ცნობილია ყოველი ქურუმისთვის. შესაბამისად მეცნიერებაც მისგან მოდის. მხოლოდ ქალის მეშვეობით ისწავლა ადამიანმა, როგორ ეგემა ხე ცნობადისა. მას რა მოხდა? მოხუცი ღმერთი ჯოჯოხეთურმა შიშმა შეიპყრო. ადამიანი მის უდიდეს შეცდომად იქცა. ამით მან მეტოქე შეიძინა. მეცნიერება ადამიანს ღმერთს უტოლებს. თუ ადამიანი გამეცნიერდა, ღმერთებისა და ქურუმების დასასრული დადგება. მორალი. მეცნიერება თავისთავად აკრძალული რამ არის. მხოლოდ ის არის აკრძალული. მეცნიერება ცოდვათაგან უპირველესი. თავი და თავი ყველა ცოდვისა. ცოდვის სპერმშო. მორალი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. შენ არ გაქვს შემეცნების უფლება. დანარჩენი აქედან მომდინარეობს. ჯოჯოხეთური შიში არ უშლის ღმერთს კეთილგონიერებაში. როგორ უნდა დაიცვა თავი მეცნიერებისგან? ეს დიდი ხნით იქცა მის მთავარ პრობლემად. პასუხი: მოაშორეთ ადამიანის ამოთხეს. ბედნიერება უქმად ყოფნა აზრებს ბადებს. ყოველი აზრი არსში ცუდი აზრია. ადამიანმა არ უნდა იაზროვნოს და ქურუმი იგონებს გაჭირვებას, სიკვდილს, ფეხმძიმობას, როგორც სიცოცხლისთვის საშიშს, ყველა სახის უბედურებას, სიბერეს, ცხოვრების სიძნელეებს, პირველ რიგში ავადმყოფობას, ყველაზე სანდო საშუალებებს მეცნიერებასთან საბრძოლველად. გასაჭირი არ აძლევს ადამიანს აზროვნების საშუალებას და მაინც საშინელებაა. შემეცნების საქმე მიდის, ლამის სამდე მაღლდება და ღმერთებს ჭრდილში ტოვებს. რა უნდა გაკეთდეს? უხუცესი ღმერთი ომს იგონებს. ხალხებს შორის შუღს თესავს. ის ახერხებს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს ანადგურებენ. ომი სხვა უბედურებათა შორის მეცნიერებისათვის უდიდესი დაბრკოლებაა. დაუჯერებელია. შემეცნება, ქურუმისგან ემანციპაცია, ომების მიუხედავად მზარდია. უხუცეს ღმერთს უკანასკნელი გადაწყვეტილება მოსდის თავში. ადამიანმა მეცნიერება შეიმეცნა. საშველი აღარ არის. ის უნდა ჩაძირო. მე გამიგეს. ბიბლიის დასაწყისი ქურუმის მთელ ფსიქოლოგიას შეიცავს. ქურუმი იცნობს მხოლოდ ერთ დიდ საშიშროებას, მეცნიერებას. ჯანმრთელი ცნება მიზეზისა და ქმედების, მაგრამ მეცნიერება მხოლოდ ბედნიერ პირობებში ყვავის. დრო და სულის სიმტკიცე საკმარისად უნდა გაგაჩნდეს, რათა შეიმეცნო. ამდენად ადამიანი უბედური უნდა გახადო. ასეთი იყო ყოველთვის ქურუმის ლოგიკა. ადვილი ამოსაცნობია. რა წარმოიშვა ქვეყნად ამ ლოგიკის საფუძველზე? ცოდვა, დანაშაული და სასჯელი. სამყაროს მთელი ზნეობრივ მორალური წესრიგი. მეცნიერების წინააღმდეგ. ადამიანის ქრუმისაგან განთავისუფლების წინააღმდეგ არის შექმნილი. ადამიანი თავის იქით არ უნდა იყურებოდეს. მისი მზერა თავისი თავის შიგნით უნდა იყოს მიმართული. ის არ უნდა იყოს გონიერი და ფრთხილი, როგორც შემსწავლელი. ის საერთოდ არ უნდა ხედავდეს. მან უნდა იტანჯოს შორს ექიმისაგან. მხოლოდ მხსნელია საჭირო. მიზეზობრიობის ცნების დასანგრევად მოიგონეს დანაშაულისა და დასჯის, ასევე წყალობის, გამოსყიდვის და შენდობის ცნებები. მთლიანად სრულ ცნებები, მოკლებული ყველანაირ ფსიქოლოგიურ რეალობას. და ეს თავდასხმა მიზეზისა და ქმედების ცნებებზე ხორციელდება არა მუშტით და დანით, ან პატიოსნად, სიყვარულით თუ სიძულვილით, არამედ ლაშრული, გაქნილი, უმდაბლესი ინსტინქტების გამოყენებით. ქურუმისეული თავდასხმა, პარაზიტული თავდასხმა, მიწისქვეშა ფერმკრთალი სისხლის მსმელების ვამპირიზმი. თუ ბუნებრივი შედეგები არა ბუნებრივად იქცევა, მაგრამ ისინი მოიაზრებიან განპირობებულად.
ცრუ რწმენის მოჩვენებითი ცნებებით, ღმერთი, სული, გონი, როგორც მორალური შედეგები, როგორც საზღაური, სასჯელი, მინიშნება, აღზრდის საშუალება. ცხადია ამით შემეცნების წინაპირობა ირღვევა. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილია უზარმაზარი დანაშაული. გავიმეორებ, ცოდვა ადამიანის თვითწაბილწვის ფორმაა. ის გამოიგონეს, რომ შეაფერხონ მეცნიერების, კულტურის ამაღლება და ადამიანის გაკეთილშობილება, მაგრამ სწორედ ცოდვის წყალობით ახერხებს ქურუმი ბატონობას. მე ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს. აქ სათანადოდ შევეხო რწმენისა და მორწმუნეთა ფსიქოლოგიას. სწორედ მორწმუნეთას ასარგებლოდ. თუ დღეს დანაკლისი არ არის ისეთ ხალხზე, რომელთაც არ უწყიან, რომ დღეს მორწმუნეობა ერთგვარი უხამსობაა, ან ნიშანი დეკადანსისა, თუ სულაც დამსხროული ნებისა სიცოცხლისადმი, ხვალ ეს მათ ნამდვილად ეცოდინებათ. ჩემი ხმა მათაც წვდება, ვისაც ცუდად ესმის. თუ სწორედ გავიგე, მეჩვენება, რომ ქრისტიანებს ჭეშმარიტების კრიტერიუმი გააჩნიათ, რომელსაც ძალის დადასტურებას უწოდებენ. რწმენა ნეტარს ხდის, ესე იგი ის ჭეშმარიტია. ეს შეკამათება შეიძლება, რადგან ნეტარება ამით არ დასტურდება. ის მხოლოდ დაპირებად რჩება. ნეტარება განპირობებულია რწმენით, რადგან გწამს, შენ ნეტარი უნდა გახდე. მაგრამ რითი მტკიცდება, რომ ის ნამდვილად მოვა, რასაც ქურუმი მორწმუნეს სპირდება. ის სპირდება საიქიოს, რომელიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. მოჩვენებითი ძალის დადასტურება საფუძველში არის ისევ და ისევ რწმენა იმისა, რომ დაპირებული ზემოქმედება მოვა. ფორმულით მე მწამს, რომ რწმენა ადამიანს ნეტარს ხდის. ამდენად ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენ დასასრულს მიუახლოვდით. ეს ამდენად ჭეშმარიტების კრიტერიუმის მტკიცებისთვის აბსურდული იქნებოდა. გარკვეული შემწყნარებლობით დაუშვათ, რომ ნეტარება რწმენით მიიღწევა. არამარტო როგორც სასურველი ან რაღაც დანაპირები, გახმოვანებული ქურუმის საეჭვო ბაგეების მიერ. იქნებოდა ოდესმე სიამოვნება, ტექნიკურად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების დადასტურება. იმდენად მცირედ, რომ ამით თითქმის საპირისპირო მტკიცდება. ყოველ შემთხვევაში თუ ჭეშმარიტების საკითხის გადაწყვეტაში სიამოვნების გრძნობა მონაწილეობს, ძალა უნებურად ჩდება უდიდესი ეჭვი თვით ჭეშმარიტების თაობაზე. სიამოვნება მხოლოდ სიამოვნების დადასტურებაა. სხვა არაფრის. რა უფლებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჭეშმარიტ განსჯას მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ყალბს. ანაც ის, რომ წინასწარ დაწესებული ჰარმონიის ძალით მათ კვალდაკვალ საამური გრძნობები მოყვებათ. ყველა მკაცრ და ღრმა მოაზროვნეთა გამოცდილება საპირისპიროს გვასწავლის. ჭეშმარიტების შესაცნობა წინ წაწეული ყოველი ნაბიჯი მხოლოდ დიდი მსხვერპლის ფასად მიიღწეოდა. იმ მსხვერპლით, რომლითაც იკვებება ჩვენი გული, სიყვარული, რწმენა სიცოცხლისადმი. ამისთვის სული სიდიდეა საჭირო. ჭეშმარიტების სამსახური ყველაზე მძიმე სამსახურია. რას ნიშნავს იყო პატიოსანი სულიერ სფეროში? იყო მკაცრი შენი გულისადმი, რომ მშვენიერი გრძნობები გეზიზღებოდეს და ყოველი კი და არა სინდის დაუკავშირო. რწმენას ნეტარება მოაქვს. ამრიგად ის ტყუის. ის რომ რწმენა ადამიანს ნეტარს ხდის, რომ ნეტარება აკვიატებული იდეიდან ნამდვილ იდეას არ ქმნის, რომ რწმენა მთას ვერ დაძრავს, არამედ იქ ახვავებს მთებს, სადაც ისინი არ არსებობენ. ამაში ადამიანი ადვილად რწმუნდება, თუ ერთხელ საგიჟეთში გაისეირნებს. ცხადია არა სამღვდელოება. ის ინსტინქტით უარყოფს, რომ დაავადება არის დაავადება და საგიჟეთი კი საგიჟეთი. ქრისტიანობას დაახლოებით იმდენად სჭირდება ავადმყოფობა,
როგორც საბერძნეთს ჯანმრთელობის სიჭარბე. დაავადო, ეს საეკლესიო მკურნალობის სისტემის უკანა აზრია. განა თვით ეკლესია საბოლოოდ კათოლიკურ საგიჟეთს არ წარმოადგენს და თვით დედამიწა ისიც საგიჟეთი არ არის. რელიგიური ადამიანი როგორც ეკლესიას ესახება, ტიპიური დეკადენტია. დრო, როდესაც რელიგიური კრიზისი ბატონობს ხალხზე, ყოველთვის ნერვიული ეპიდემიით არის დაღდასმული. რელიგიური ადამიანის შინაგანი სამყარო ისე წააგავს ზე აღგზნებულისას და გამოფიტულისას, რომ შეიძლება ერთმანეთში აგერიოთ. უმაღლესი მდგომარეობა, რომელიც ქრისტიანობამ თავს მოახვია კაცობრიობას, როგორც ღირებულებათა ღირებულება, ეს ეპილეფსიური ფორმებია. ეკლესია წმინდანებად მხოლოდ გიჟებსა და უდიდეს მატყუარებს რაცხავდა. ერთხელ ჩემს თავს უფლება მივეცი და მე ხასიათებინა ქრისტიანული მონანიებისა და ხსნის მთელი ვარჯიში. როგორც დეპრესიულ მანიაკალური სინდრომისა, ცხადია, საკმაოდ მომზადებულ, ანუ ღრმად ავადმყოფურ ნიადაგზე. ყველა ვერ გახდება ქრისტიანი. ქრისტიანობას არ ეზიარებიან, ამისთვის ავად უნდა გახდე. ჩვენ საკმარისი სიმამაცე გაგვაჩნია ჯანმრთელად ყოფნისთვის, ასევე ზიზღისთვის და არ შეიძლება არ გძულდეს რელიგია, რომელიც სხეულის სიძულვილს ასწავლის. მას არ სურს სულის ცრუ რწმენისაგან გათავისუფლება. ის დამსახურებულად თვლის საჭმლის უკმარისობას, ებრძვის ჯანმრთელს, როგორც მტერს, ეშმაკს და ცდუნებას. მან დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ სხეულში სრულყოფილი სული გვამივით უნდა ათრიოს და ამით სრულყოფილების ახალი გაგება განამტკიცა. უფერული, ავადმყოფური, იდიოტურად მეოცნებე არსება, წმინდანად წოდებული. წმინდანობა ეს სიმპტომების მთელი რიგია, დაღატაკებული, ნერვებისაგან დაცლილი, გამოფიტული სხეულისა. ქრისტიანული მოძრაობა დასაბამიდან არის საერთო მოძრაობა, უვარგისისა და გადაგვარებულისა, რომელსაც ქრისტიანობით ძალაუფლების მოპოვებას სწორია. ქრისტიანობა არ გამოხატავს რასის გადაგვარებას, მაგრამ ის აგრეგატია, წარმოქმნილი დეკადენტური ფორმებისაგან, რომლებიც ერთმანეთისკენ ელტვიან. სიძველის კორუფციას და კეთილშობილ სიძველეს სრულიადაც არ შეუქმნია ქრისტიანობა, როგორც ამას მავანი ფიქრობს. განსწავლული იდიოტიზმი დღესაც ამ აზრზე მყოფი, დროზე მკაცრად არ დაგმეს. იმ დროს, როდესაც იმპერიაში ყველა ავადმყოფის ნაძირალა ჩანდალა, ფენების ქრისტიანიზაცია მოხდა, არსებობდა საწინააღმდეგო ტიპიც. თვით კეთილშობილება მთელი თავისი მშვენიერებით და მოწიფულობით, მაგრამ რაოდენობა გაბატონდა. ქრისტიანული ინსტინქტების დემოკრატიამ გაიმარჯვა. ქრისტიანობა არ იყო ნაციონალური, რასებით დასაზღვრული. ის მიმართავდა ყველას, უიღბლოს და ავადმყოფებს. მან აამოქმედა ინსტინქტი ჯანმრთელის, ასევე ზოგადად ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ხოლო წარმატებული, ამაყი, მამაცი და პირველ რიგში ლამაზი მის თვალსა და ყურს ეკალივით ესობოდა. პავლეს ფასდაუდებელ სიტყვებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ღმერთმა აირჩია ყველა უძლურნი, ამა ქვეყნისანი, უგუნურნი, არა კეთილშობილნი და ყველასაგან მოძილებულნი. ეს იყო ფორმულა, რითაც დეკადანსმა გაიმარჯვა. ღმერთი ჯვარზე, ნუ თუ არ არის გასაგები. რა არის ნაგულისხმევი ამ სიმბოლოში? ჩვენ ჯვარცმულები ვართ ყველგან. ამდენად ღვთიურები ვართ. მხოლოდ ჩვენ ვართ ღვთიური. ეს იყო კაცობრიობისთვის აქამდე არ არსებული უბედურება. ქრისტიანობა ეწინააღმდეგება ყველანაირ სულიერ წარმატებას. მას სჭირდება მხოლოდ ავადმყოფური, ქრისტიანული გონება. ის ყოველთვის იდიოტურის გვერდით დგება. წყევლა კრულვას გამოთქვამს გონის წინააღმდეგ, ჯანმრთელი სულის ამპარტავნობის წინააღმდეგ.
ავადმყოფობა განეკუთვნება ქრისტიანობის არსს. ამიტომ ტიპიურ ქრისტიანულ მდგომარეობას, რწმენას, ავადმყოფობის ფორმა უნდა ჰქონდეს. სამართლიანი, სწორი, მეცნიერული გზები ეკლესიის მიერ უარყოფილი და აკრძალული უნდა იყოს. ეჭვი უკვე ცოდვად ითვლება. სრული არარსებობა ფსიქოლოგიური სისუფთავისა მღვდელებთან დასტურდება მათ გამოხედვაში. ეს კი დეკადანსის გამოვლინებაა. შეიძლება თვალყური ადევნო ისტერიულ ქალებსა და რაქიტიან ბავშვებს და მიხვდე, რამდენად კანონზომიერი გამოხატულებაა დეკადანსის ინსტინქტით განპირობებული სიყალბე და მატყუარობა. მოტყუება სიამოვნებაა და ადამიანს არ გააჩნია უნარი. სხვას თვალი გაუსწოროს და იმ მოქმედოს დაუფარავად. რწმენას უწოდებენ სურვილის არქონას. იცოდე, რა არის ნამდვილი. პიეტისტი, მღვდელი, ორივე სქესისა ყალბია, რადგან ის ავად არის. მისი ინსტინქტი მოითხოვს, რომ ჭეშმარიტება არასდროს და არსად ჩაითვალოს უპირველესად. სიკეთეა ის, რაც ავად ხდის. ის, რაც სისავსისგან, სიჭარბისგან და ძალაუფლებისგან გამომდინარეობს, ბოროტებაა. ასეთი გრძნობებით არის შეპყრობილი მორწმუნე. უნებლიე სიცრუე, მოწოდებით თეოლოგი ამით ადვილად ამოიცნობა. თეოლოგისთვის ნიშანდობლივია მეორე თვისება, სრული უუნარობა ფილოლოგიაში. ფილოლოგიაში ვგულისხმობ კარგად წაკითხვის ხელოვნებას. ცხადია ფართო გაგებით, ხელოვნებას ფაქტების ამოკითხვისას, მათ არ გაყალბებას, სიფრთხილისა და მოთმინების შენარჩუნებით, ფაქიზი გაგებით, მზად ყოფნას განმარტებისთვის. ეს ეხება წიგნებს, თუ საგაზეთო სიახლეს, ვინმეს ბედს თუ ამინდის ცნობას, რომ არაფერი ვთქვათ სულის გადარჩენაზე. თეოლოგი ბერლინში თუ რომში განმარტავს, წერილებს თუ განცდებს. მაგალითად, არმიის საბოლოო გამარჯვებას დავითის ფსალმუნებში უმაღლესი გაშუქებით. თეოლოგი იმდენად მამაცია, რომ ფილოლოგი ლამის კედლებზე გადის. ან კი როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც ფარისევლები და შვაბის სხვა ძროხები თავიანთ ნაცრისფერ, უღიმღამო არსებობას, თავიანთ აშმორებულ ცხოვრებას, ღვთის ხელით შადენილ სასწაულად აღიქვამენ. განგებად და ხსნად. ჭკუის მცირე დოზა, რომ არაფერი ვთქვათ წესიერებაზე, საკმარისი იყო, რომ მათთვის თვალი აეხილა. რა ბაუშვური და უღირსია ღვთის ხელის ბოროტად გამოყენება. მარტვილობა რომ რაიმეს ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ამაში მეტისმეტად ნაკლებია სიმართლის მარცვალე. მე მზად ვარ. უარყო რომ მოწამეობას საერთოდ აქვს რაიმე საერთო ჭეშმარიტებასთან. მარტვილი ისე ტონალობაში ახლობს ქვეყანას თავის მოსაზრებას ჭეშმარიტების შესახებ, რომ მკაფიოდ იხატება მისი დაბალი დონე, ინტელექტუალური პატიოსნებისა და უნიჭობა ჭეშმარიტების თაობაზე. უარყოფას ის არც კი საჭიროებს. ჭეშმარიტება არ არის ის, რაც ერთს შეიძლება ჰქონდეს, მეორეს კი არა. ასე შეიძლება ეფიქრა გლეხკაცობას, ან ლუთერის მსგავს გლეხკაცს, მოციქულს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სინდისიერების ხარისხის გაზრდასთან ერთად მატულობს თავდაბლობა და ამ საქმისგან განდგომის სურვილი. ხუთი რამ უნდა იცოდე, დანარჩენს კი უნდა განუდგე. დანარჩენს უნდა განუდგე, რათა შემეცნება განაგრძო. ჭეშმარიტება როგორც ესმის, ეს სიტყვა ყოველ მოციქულს, ყოველ სექტანტს, ყოველ თავისუფალ გონს, ყოველ სოციალისტს, ყოველ საეკლესიო პირს. სრული დასტურია იმისა, რომ ჯერ არც გონის დისციპლინის და თვითგამორკვევის დასაწყისიც კი არ არსებობს. ჭეშმარიტების თუნდაც პატარა ნამცეცის საპოვნელად. მარტვილთა სიკვდილი სხვათა შორის ისტორიის უბედურებას წარმოადგენდა. ისინი აცდუნებდნენ
დასკვნა იდიოტებისა, დედაკაცების ჩათვლით და მათთან ერთად ხალხისაც. შემდეგია საქმე, რომლისთვისაც სიკვდილზე მიდიან, ეტყობა რაღაცად ღირს. ასეთი დასკვნა ერთგვარი მუხრუჭი იყო კვლევისთვის, კვლევის განწყობისა და სიფრთხილისათვის. მარტულები ჭეშმარიტებს ვნებდნენ. ახლანდელ დროშით საკმარისია უხეში დევნა და სისასტიკე, რომ არაფრის მაქნისი სექტანტი საპატიო სახელით შეამკონ. როგორ? განაიცვლება რაიმე საგნის ფასი, თუ ვინმე მისთვის თავს წირავს. საპატიო შეცდომა, რომელსაც თანსდუნების ზედმეტი მომხიბლელობა ახლავს. ხომ არ ფიქრობთ, ბატონო თეოლოგებო, რომ ჩვენ საბაბს მოგცემთ, თქვენი სიცრუის გამო მარტვილები გავხდეთ. საგანს, რომელსაც უარყოფენ, შორეულ ყუთში ინახავენ, ასევე უარყოფენ თეოლოგებს. მსოფლიო ისტორიული სისულელე ყველა მდევნელისა იყო ის, რომ ისინი მოწინააღმდეგის საქმეს პატივცემულის იერს მატებდნენ და წამებულის ხიბლით ასაჩუქრებდნენ. ქალი დღესაც მუხლებზე დგას ცნობილების წინ, რადგან მას უთხრეს, რომ ვიღაც მის გამო ჯვარზე მოკვდა. არის კი ჯვარი არგუმენტი, მაგრამ ამ ყველაფრის თაობაზე მხოლოდ ერთმა თქვა სიტყვა, რომელიც 1000 წლეულების მანძილზე სჭირდებოდათ. ზარატუსტრამ. ისინი სისხლის ნიშნებით წერდნენ გზებზე, რომლებიც უნდა გამოევლოთ და მათი სიგიჟე ჰკარნახობდა, რომ სისხლი ჭეშმარიტების დასტურია. მაგრამ სისხლი ჭეშმარიტების ყველაზე ცუდი მოწმეა. სისხლი სუფთა მოძღვრებას სწამლავს სიგიჟით და გულებს სიძულვილით. და თუ ვინმე თავისი მოძღვრებისთვის ცეცხლში თავს შეყობს, განა ეს რამეს ამტკიცებს. ჭეშმარიტება ის არის, რომ საკუთარი ხანძრიდან საკუთარი ჭეშმარიტება იბადება. შეცდომაში ურავინ შეგიყვანთ. დიდი მოაზროვნეები სკეპტიკოსები არიან. ზარატუსტრა სკეპტიკოსია. სიძლიერე, თავისუფლება, სულიერი სიძლიერიდან გამომდინარე სკეპსისის მტკიცებულებაა. ადამიანები ძირითადი ფასეულობების მიმართ ან მათ არსებობაში სულაც არ განიხილებიან თავიანთი მრწამსით. მრწამსი ციხეა. ის არ გაძლევს საშუალებას, რომ შორს გაიხედო, არც საკუთარი თავის ქვემოთ და არც ზემოთ, მაგრამ იმისთვის, რომ ფასეულობაზე და არაფასეულობაზე ისაუბრო. 500 მრწამსი უნდა დაინახო შენ ქვემოთ და შენ უკან. სული, რომელიც დიდი რაღაცისკენ ისწრაფვის, იძულებულია მიზნის მისაღწევად სახსრევისკენაც ილტვოდეს. აუცილებლობიდან გამომდინარე ის სკეპტიკოსი ხდება და ყველანაირი მრწამსისგან თავისუფლდება. ეს კი სიძლიერეა, თავისუფალი ზერის შესაძლებლობა. სულის არსებობის საფუძველი და ძალა არის დიდი ვნება, კიდევ უფრო ნათელი და დესპოტური, ვიდრე თვით სული. ის სულის ინტელექტით სარგებლობს, ვნება მას აიძულებს, იმოქმედოს დაეჭვების გარეშე. ამავე დროს ის მას დაუშვებელი საშუალებების გამოყენებისათვის სიმამაცეს ხმატებს. გარკვეულ ვითარებაში იმის ნებასაც რთავს, რომ მრწამსი საშუალებად გამოიყენოს, მაგრამ ნება სუვერენულია და არავის ემორჩილება. პირიქით, მოთხოვნილება რწმენაზე, აუცილებელ კი და არაზე, რბილად რომ თქვათ, კარლეილიზმზე. თუ მისაღებია ამგვარი ფორმულირება, ეს არის მოთხოვნილება სისუსტეზე. მორწმუნე ადამიანს, ნებისმიერი რწმენის მატარებელს, როგორც წესი რწმენაზე დამოკიდებულს, საკუთარი თავის იმედი არ გააჩნია და არც რაიმე მიზნის დასახვა შეუძლია. ის შეიძლება მხოლოდ საშუალებად იყოს გამოყენებული ვიღაცის მიერ. მისი ინსტინქტი უდიდეს პატივსცემს თავგანწირულობის მორალს. ყველაფერი ამისკენ უბიძგებს: კეთილგონიერება, გამოცდილება, პატივმოყვარეობა.
ყველა სახის რწმენა არის განთვითების და თვითგაუცხოების გამოხატულება. თუ სასწორზე დაიდება რამდენად სჭირდება უმრავლესობას რეგულატორი, რომელიც გარედან იძულებით შეაკავშირებს და განამტკიცებს, როგორც მონებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მაშინ ეს ერთადერთი და უკანასკნელი პიროვნება არის სუსტი ნებისყოფის ადამიანი, რომელიც წარმატებულია, განსაკუთრებით კი ქალი. ასე აღიქვამენ რწამს და რწმენას. რწამსის ადამიანს ამ რწამსით ზურგი აქვს გამაგრებული. არ დანახვა თან იყო ყველაფერში, უშუალო. იყო გამშვალული ერთი აზრით. ჰქონდეს მკაცრი და ურყევი ოპტიკა ყველა ფასეულობის მიმართ. ყველაფერი ეს განაპირობებს ამგვარი ადამიანის არსებობას. მაგრამ ადამიანების სწორედ ეს სახეობა ანტაგონისტია და გულმართლობისა და ჭეშმარიტების სრული საპირისპირო. მორწმუნე არ არის თავისუფალი. სინდისიერად მოეპყროს ჭეშმარიტისა და არაჭეშმარიტის საკითხს. ამ საკითხში პატიოსანი რომ გახდეს, მისი დაღუპვის ტოლფასი იქნება. პათოლოგიური შეპირობებულობა მისი ოპტიკისა, რწამსის მქონე ადამიანს ფანატიკოსად აქცევს. სავონაროლას, ლუთერს, რუსოს, რობესპიერს, სენ-სიმონს, ძლიერი საპირისპირო ტიპს, განთავისუფლებული გონით, მაგრამ ამ ავადმყოფი გონების მქონე ადამიანების დიდებული პოზა, გონებრივი ეპილეფსიანებისა, ხალხზე მოქმედებს. ფანატიკოსი ფერმწერები, კაცობრიობა უპირატესობას ანიჭებს ჟესტებით ტკბობას, ვიდრე მიზეზების მოსმენას. გადავდგა წინ ერთი ნაბიჯიც რწამსისა და რწმენის ფსიქოლოგიაში. ერთმა მოსაზრებამ დიდი ხანია შემიპყრო. ჭეშმარიტებისთვის რწამსი ხომ უფრო საშიშია, ვიდრე რწმენა. ამჯერად გადამწყვეტ კითხვას ვსვამ. საერთოდ არსებობს კონტრასტი სიცრუესა და რწამს შორის. მთელ მსოფლიოს სჯერა ამისა, მაგრამ რისი არ სჯერა მსოფლიოს. ყოველ რწამს თავისი ისტორია აქვს. საკუთარი წინარე ფორმები, გამოცდილება და ცდომილებები. რწამსი ხდება რწამსი იმის შემდეგ, რაც დიდი ხანი რწამსი არ იყო და საერთოდ კიდევ უფრო დიდ ხანს, ალბათ საერთოდ არ იყო. როგორ? ნუ თუ რწამსის ამ ემბრიონული ფორმების მიღმა სიცრუე იმალებოდა. ზოგჯერ მხოლოდ პიროვნების გამოცვლაა საჭირო. ვაჟიშვილი რწამსი ხდება ის, რაც მამაში ჯერ კიდევ სიცრუე იყო. სიცრუეს მე ვუწოდებ დანახვის სურვილის არქონას. ვიღაცას არ სურს ისე დაინახოს, როგორც სხვები ხედავენ. მხედველობაში არ არის მისაღები, როგორ მოხდა სიცრუის ფაქტი. მოწმეებით თუ მოწმეების გარეშე. ჩვეულებრივი სიცრუე არის ის, როდესაც ადამიანი თავს იტყუებს. სხვების მოტყუება შედარებით გამონაკლისი შემთხვევაა. ეს არის არ დანახვის სურვილი. ვიღაცას არ სურს სხვებივით დანახვა. თითქოს უპირველესი პირობაა ყველასთვის, ვინც რაღაცაში მიკერძოებულია. მიკერძოებული ადამიანი ძალაუნებურად მატყუარაა. გერმანული ისტორიოგრაფია მაგალითად დარწმუნებულია, რომ რომი დესპოტიზმის კერა იყო, რომ გერმანელებმა თავისუფლების სული შემოიტანეს მსოფლიოში. რა განსხვავებაა ამ რწამსა და სიცრუეს შორის? რა გასაკვირია, რომ ინსტინქტიდან გამომდინარე ყველა მიკერძოებული ხდება, როგორც გერმანელი ისტორიკოსები, რომლებიც მაღალ ფარდოვანი სიტყვებით ამკობენ მორალს. მორალი ლამის იმის წყალობით განაგზობს არსებობას, რომ მიკერძოებულ ადამიანს ის ყოველ წუთში და წამში სჭირდება. ეს არის ჩვენი რწამსი. ჩვენ ამას მთელი მსოფლიოს წინაშე ვაღიარებთ. ჩვენ ვცხოვრობთ და მისთვის თავს ვწირავთ. პატივი და მოწიწება ყველაფერს, რასაც რწამსი გააჩნია. ანტისემიტისგან მაქვს მოსმენელი ამის მსგავსი. ჩემო ბატონებო, პირიქით,
ანტისემიტი არ იქნება უფრო მართალი და პატიოსანი, როცა ის პრინციპის გამო ტყუის. მღვდლები ამ საქმეში უფრო გაწაფულნი რომ არიან და კარგად გრძნობენ წინააღმდეგობას, რომელიც მრწამსის ცნებაშია ჩადებული, ანუ დასაბუთებულ სიცრუეს. ებრაელებს დაესესხნენ საჭირო მიზნებისთვის კეთილგონიერებას და ეს ცნება ჩაანაცვლეს სიტყვებით: ღმერთი, ღვთისნება, ღმერთის გამოცხადება. კანტიც თავისი კატეგორიული იმპერატივით იმავე გზას დაადგა. ამ მიმართულებით მისი გონება პრაქტიკული გახდა. არსებობს კითხვები, რომლებზეც ადამიანებს პასუხის გაცემა არ ხელეწიფებათ. მაგალითად, ჭეშმარიტია თუ არა ჭეშმარიტია რაიმე დებულება. ყველა უმაღლეს კითხვას, ყველა უმაღლეს ფასეულობათა პრობლემებს ადამიანის გონება ვერ წვდება. გონების საზღვრების წვდომა ეს არის ნამდვილი ფილოსოფია, რისთვის მისცა ღმერთმა ადამიანს ზეშდაგონება. განა ამით რაიმე ზედმეტი გააკეთა? ადამიანმა თვითონ დამოუკიდებლად არც იცის რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ამიტომ ასწავლა მას ღმერთმა ნებელობა, მორალი, მღვდელი არ ტყუის. საკითხი ჭეშმარიტისა და არაჭეშმარიტისა, რაზედაც მღვდლები საუბრობენ, არ იძლევა სიცრუის უფლებას, რადგან სიცრუის შემთხვევაში უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა არის ჭეშმარიტი. მაგრამ ადამიანს სწორედ ეს არ შეუძლია. მღვდელი კი ღმერთის რუპორია. ამგვარი სამღვდელო სილოგიზმი არა მარტო ებრაულია ან ქრისტიანული. უფლება სიცრუეზე და კეთილგონიერების უფლება გამოცხადების თაობაზე ქურუმის ტიპს ახასიათებს. იქნებიან ისინი წარმართები თუ დეკადენტები. კანონი, ღვთისნება, წმინდა წერილი, ზეშდაგონება. ამ სიტყვებით მოდის ქურუმის სათავეში და ინარჩუნებს ძალაუფლებას. ეს სიტყვებია სამღვდელო ორგანიზაციების საფუძველი და ისინი გამოხატავენ ყველა სამღვდელო და სამღვდელო ფილოსოფიურ მმართველობას. გამოთქმა: წმინდა სიცრუე. თუ შევუერთდებით კონფუცის, მანუსს, კანონთა წიგნს, მუჰამედს და ცხადია ქრისტიანულ ეკლესიასაც, მისი ნაკლებობა არც პლატონთან არის. ჭეშმარიტება აქ არის, სადაც უნდა გაისმას ეს სიტყვები. მათი მნიშვნელობა ერთია: მღვდელი ტყუის. საბოლოოდ მივადექით კითხვას: რა მიზნით იყენებენ ტყუილს? ქრისტიანობა რომ წმინდა მიზნების დანაკლისს განიცდის, ეს არის მის მიერ გამოყენებული საშუალებებით გამოწვეული ჩემი უკმაყოფილება. მას მხოლოდ ცუდი მიზნები აქვს: მოწამვლა, ცილის წამება, სიცოცხლის უარყოფა, სხეულის სიზღი, პატივის აყრა და თვითგვემა ცოდვების გამო. ამდენად მისი მიზნები ცუდია. წინააღმდეგობრივი გრძნობით ვკითხულობ მანუს კანონთა წიგნს, ბიბლიაზე შეუდარებლად სულიერს და ამაღლებულს. ბიბლიასთან ერთად მისი ხსენება სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა იქნებოდა. ამას იმ წამსვე მიხვდებით. მასში ნამდვილი ფილოსოფიაა და არა მხოლოდ ავსვენიანი რაბინიზმისა და ცრუ რწმენის. ის ყველაზე განებიურებულ ფილოსოფიასაც სთავაზობს გემრიელ ლუკმას. არ შეიძლება დაივიწყო მთავარი, ძირითადი განსხვავება ამ წიგნისა და ყველანაირი ბიბლიისგან. დიდგვაროვან ფენებს, ფილოსოფოსებსა და მეომრებს. ბიბლიის საშუალებით მასები ხელში ყავთ მომწყდეული, ყველგან კეთილშობილი ფასეულობები, სრულყოფილების განცდა, საკუთარი თავისა და სიცოცხლის მიმართ. მანუს წიგნზე მთლიანად მზის სხივია განფენილი. ყველაფერი, რასაც ქრისტიანობა თავის უხამსობას უხვად აფრქვევს, ჩასახვა, ქალი, ქორწინება, აქ სერიოზულად განიხილება, მოწიწებით, სიყვარულით და ნდობით. რატომ უნდა აღმოჩნდეს ასეთი
ძველ სიტყვიერი წიგნი ქალის ან ბავშვის ხელში, მაგრამ სიძვისგან თავის ასაცილებლად. ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს თავისი ქმარი. შეიძლება იყო ქრისტიანი, სანამ ცნებით უმანკო ჩასახვა, ადამიანის ჩასახვა გაქრისტიანებულია, ანუ გასრილია. მე არ მეგულება წიგნი, სადაც ამდენ ნას და კეთილმოსურნე სიტყვებს არ იშურებდნენ ქალისთვის, როგორც მანუს კანონთა წიგნში. ეს ჭაღარწვერებიანი წმინდანები ისეთ ოსტატობასა და ზრდილობას ფლობენ ქალის მოპყრობისას, რომ ალბათ მათ ვერავინ შეედრება. ქალის ბაგეები ნათქვამია ერთ ადგილას, ქალიშვილის მკერდი, ბავშვის ლოცვა, მსხვერპლის კვამლი ყოველთვის სუფთაა. სხვა ადგილას არაფერია უფრო სუფთა, ვიდრე მზის სინათლე, თროხის ჩრდილი, ჰაერი, წყალი, ცეცხლი და გოგონას სუნთქვა. უკანასკნელი ადგილი, იქნებ ესეც წმინდა სიცრუეა. ყველა ხვრელი ჭიპის ზემოთ სუფთაა, ჭიპის ქვემოთ კი არ არის სუფთა, მხოლოდ ქალწულს აქვს მთელი სხეული სუფთა. საკმარისია შევადაროთ ქრისტიანობის მიზანი მანუს კანონთა წიგნის მიზანს, როდესაც მიზანთა ამ უდიდეს წინააღმდეგობას სინათლის კარგ შუქზე დააკვირდები. ქრისტიანობის უწმინდურ საშუალებებს დანაშაულის ადგილზე წაასწრებ. ქრისტიანობის ვერც ერთი კრიტიკოსი თავს ვერ შეიკავებს და ქრისტიანობის ნამდვილ ამაზრზე სახეს იხილავს. მანუს კანონთა წიგნს ისეთივე წარმომავლობა აქვს, როგორიც ყველა კარგ კანონთა წიგნს. ის რეზიუმეს უკეთებს გამოცდილებას, კეთილგონიერებას და ასწლეულის ექსპერიმენტულ მორალს და შემდეგ დასკვნას აკეთებს, მაგრამ არაფერს არ ქმნის. წინაპირობას ამგვარი კოდიფიკაციისას წარმოადგენს ის, რომ საშუალება ჭეშმარიტების ავტორიტეტის შესაქმნელად არის ნელი და საკმაოდ ძვირად მოპოვებული. ამით მტკიცდება, რომ კანონების წიგნი არასდროს საუბრობს იმას, რასაც სასარგებლოდ არ თვლის, არც საფუძველზე, არც კაზუისტიკაზე, კანონის წინარე ისტორიაში. სწორედ ამის წყალობით დაკარგა მან ალბათ ის იმპერატიული ტონი და შენ უნდა, რაც მორჩილებისთვის აუცილებელია. პრობლემა ისაა, რომ ხალხის განვითარების გარკვეულ მომენტში მისი ღრმა და ყოვლის მომცველი გამოცდილება, რომლის შესაბამისად მან უნდა ან შეუძლია იცხოვროს, დამთავრებულია. მისი მიზანია მდიდარი მოსავალი აიღოს, მოყოლებული ექსპერიმენტის დროიდან და უარყოფითი გამოცდილებიდან. ამიტომ ახლა პირველ რიგში ექსპერიმენტს თავი უნდა აარიდოს, ასევე ფასეულობების შემდგომი ევოლუციის უსასრულობაში ჩაკარგულ კვლევას, არჩევანს, ფასეულობების კრიტიკას. ამ ყველაფერს ორმაგი კედელი უპირისპირდება. ერთი მხრივ გამოცხადება, ანუ მტკიცება იმ აზრისა, რომ იმ კანონების საზრისი არ არის ადამიანური წარმოშობისა, რომ ის ნელი ძიების რეზულტატს არ წარმოადგენს. შეცდომები, რომ ახ და თან, არამედ არის ღვთიური წარმომავლობისა, რომელიც სრულყოფილი ფორმით აცნობეს. ისტორიის გარეშე ძღვენივით მიართვეს, როგორც სასწაული. მეორე მხრივ ტრადიცია, ანუ მტკიცებულება, რომ კანონი უძველესი დროიდან არსებობს. ამაში ეჭვის შეტანა კი წინაპრების უპატივცემლობა და შეურაცხყოფა იქნება. კანონის ავტორიტეტი ეყრდნობა შემდეგ თეზისებს. ეს ღმერთმა მოგცა, წინაპრებმა ეს უკვე გადაიტანეს. უმაღლესი საზრისი ამგვარი პროცესისა მდგომარეობს განზრახვაში. ნაბიჯ-ნაბიჯ დააშოროს ცნობიერება ცხოვრებას, რომელიც აღიარებულია როგორც სწორი და მართალი. ამ გზით ინსტინქტის სრული ავტომატიზაცია უნდა მოხდეს. ეს არის წინაპირობა ცხოვრების ხელოვნების ყველანაირი ოსტატობისა
და სრულყოფილებისა. მანუს ნიმუშის მიხედვით წიგნის შედგენა ნიშნავს აღიარებას, რომ ის ხალხი ოსტატია, რომ მას შეუძლია პრეტენზია გამოაცხადოს ცხოვრების უმაღლესი ხელოვნების ცოდნისა. ამიტომ ის ქვეცნობიერად უნდა შეიქმნას. ამაშია ყველა წმინდა სიცრუის მიზანი. კასტების წესრიგი. კანონიკი, რომელიც დომინირებს, არის ბუნებრივი წესრიგის სანქცია. პირველადი რანგის ბუნებრივი კანონიერება, რომელზეც არავითარი თვითნებობა არ ვრცელდება, არავითარი თანამედროვე იდეა. ჯანმრთელ საზოგადოებაში ერთმანეთის განპირობებით ძირითადად გამოიყოფა სამი ფიზიოლოგიურად განსხვავებულად მიმზიდველი ტიპი. თითოეულ მათგანს საკუთარი ჰიგიენა გააჩნია, სამუშაო საკუთარი სფერო, სრულყოფილებისა და ოსტატობის გრძნობის განსაკუთრებული ფორმა, ბუნება და არა მანუ, გამოყოფს ზოგიერთებს სული სიძლიერის უპირატესობით, სხვებს კუნთებისა და ტემპერამენტის უპირატესობით, დანარჩენებს არაფრით გამორჩეულებს, საშუალოებს. უკანასკნელი უმეტესობაშია, პირველი კი რჩეულები, უმაღლეს კასტას, მე უმცირესობას ვუწოდებ. ისინი ჩვეულებრივი უფლებებითაც სარგებლობენ. მათ შეუძლიათ დატკბენ მიწიერი ბედნიერებით, სილამაზით, სიკეთით. მხოლოდ სულიერად გამორჩეულად დაჯილდოებულ ადამიანებს გააჩნიათ ნებართვა სილამაზეზე, შვენიერზე, მათთვის არც სიკეთე ითვლება სისუსტედ. არაფერი ისე არ ეკრძალებათ, როგორც ცუდი მანერები, ან პესიმისტური ხედვა, თვალი ყველაფერს რომ შავად ხედავს, ან აღშფოთება სამყაროს საერთო სურათით. აღშფოთება, ეს უმეტესად ჩანდალას თვისებაა. ასევეა პესიმიზმიც. სულიერად დაჯილდოებულის ინსტინქტი ამბობს, სამყარო სრულყოფილია და ამით სიცოცხლეს განამტკიცებს. არასრულყოფილია, რაც ჩვენზე დაბლა დგას, დისტანცია, დისტანციის პათოსი, თვით ჩანდალაც ამ სრულყოფილების ნაწილია. სულიერად დაჯილდოებულნი პოულობენ ბედნიერებას იქ, სადაც სხვები ლაბირინთში, სისასტიკესა და ძიებაში დაყუპვას გადააწყდებოდნენ. მათი სიამოვნება არის თვით იძულება, ასკეტიზმი მათი ბუნებრივი მდგომარეობა, მოთხოვნილება და ძირითადი ინსტინქტი. ძნელი ამოცანა პრივილეგიად ეჩვენებათ. სიძნელეებით თამაში სხვას რომ გათელავს, მათი დასვენებაა. შემეცნება ასკეტიზმის ფორმა. ასეთ ხალხს განსაკუთრებული პატივი უნდა მიაგონ. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი მხიარულნიც არიან და გულღიანიც. ისინი ბატონობენ არა იმიტომ, რომ ეს სურთ, არამედ იმიტომ, რომ არსებობენ. მათ არ ეძლევათ თავისუფლება იმისა, რომ მეორენი იყვნენ. მეორენი უფლების გუშაგები არიან, უშიშროების და წესრიგის აპეკუნები, კეთილშობილი მეომრები. მეომრის უმაღლესი ფორმულა კი მეფეა, მოსამართლე, კანონის დამცველნი. მეორენი სულით ძლიერთა აღმასრულებლები, მათი უახლოესი წრე, რომელიც ბატონობის ყველა უხეშ ფორმას თავის თავზე იღებს. მათი ამალა, მათი მარჯვენა ხელი, მათი საუკეთესო მოსწავლეები. არაფერია თვითნებური, არაფერია გაკეთებული და თუ გაკეთებულია, ესე იგი ისე არ არის და ბუნება კომპრომატირებულია. კასტების იერარქიითაა სიცოცხლის უმაღლესი კანონი ფორმულირებული. საზოგადოების შენარჩუნებისათვის ტიპები სამ სახეობად იყოფა. იმ მიზნით, რომ გამოიყოს მაღალი და უმაღლესი ტიპები. უფლებების თანასწორობა მხოლოდ პირობაა იმისთვის, რომ უფლებები საერთოდ არსებობდეს. თითოეულის პრივილეგია მისი ყოფის თავისებურებაშია. თუ შევაფასებთ დაბალი შეფასებით საშუალების პრივილეგიებს, ცხოვრება ამაღლების დონის შესაბამისად კაცრდება, იმატებს სიცივე და პასუხისმგებლობა. მაღალი დონის კულტურა, პირამიდაა.
ის მხოლოდ ფართო საძირკველზე უნდა იდგეს. წინაპირობად მას უპირველეს ყოვლისა ძლიერი და ჯანსაღი საშუალება გააჩნია. ხელობა, ვაჭრობა, მიწათმოქმედება, მეცნიერება, ხელოვნების დიდი ნაწილი, მოკლედ ყველაფერი, რასაც სპეციალური საქმიანობის ცნება მოიცავს, მხოლოდ საშუალოსთან არის შეთანხმებული, შესაძლებლობებშიც და სურვილებშიც. გამონაკლისები ამ ვითარებაში არ არსებობს. ინსტინქტი, რომელიც ამისთვის არის განკუთვნილი, ერთნაირად იქნებოდა წინააღმდეგობის შემქმნელი, როგორც არისტოკრატიზმის, ასევე ანარქიზმის მიმართ. იმისთვის, რომ საზოგადოებას სარგებელი მოუტანო, იყო მამოძრავებელი ბორბალი, ჰქონდეს ფუნქცია, ბუნებრივი მონაცემები უნდა გაგაჩნდეს. არა საზოგადოება, არამედ სიხარულის სახეობა, რისი უნარიც მხოლოდ უმეტესობას გააჩნია და სიხარული მათთან ინტელიგენტურ მანქანას ქმნის. საშუალებისთვის ბედნიერება არის საშუალება. ოსტატობა რაიმე საქმეში, სპეციალობა, ეს ბუნებრივი ინსტინქტია. უფრო ღრმა სულის საშუალებისთვის უღირსი იქნებოდა თავის საშუალებაში რაიმე უარყოფითი დაენახა. საშუალება პირველი აუცილებლობაა გამონაკლისების არსებობისათვის. მაღალი კულტურა საშუალებით არის განპირობებული. თუ გამონაკლისი ადამიანის საშუალოს უფრო ნაზად ეპყრობა, ვიდრე თავის მსგავს, ეს არა ზრდილობის ნიშანია, არამედ მისი ვალდებულება. ვინ მეჯავრება ყველაზე მეტად დღევანდელ ნაძირალებს შორის? სოციალისტი ნაძირალები, ჩანდალა მოციქულები, რომლებიც ასამარებენ ინსტინქტს, სიამოვნებას, მუშის კმაყოფილების განცდას თავიანთი პატარა ყოფით, რაც მათ შურიანს ხდის და შურის მაძიებელს. უთანასწორო უფლებები არ არსებობს. არსებობს უსამართლობა განცხადებაში, თანასწორ უფლებებზე. რა არის ცუდი? თუმცა ეს უკვე ვთქვით, ყველაფერი, რაც ხდება სისუსტის, შურის ან შურისძიების საფუძველზე. ანარქისტი და ქრისტიანი ერთი წარმოშობისა არიან. სინამდვილეში არსებობს განსხვავება, რა მიზნით იტყუებიან. იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ, თუ იმისთვის, რომ დაანგრიონ. ქრისტიანსა და ანარქის შორის ტოლობის ნიშანი დაისმება. მათი მიზანი, მათი ინსტინქტი მიმართულია დანგრევისაკენ. ამ მოსაზრებას დასტური ისტორიაში მრავლად მოეძიება. წარმოგვიდგენ შესაშინებელი სიცხადით. ჩვენ ეს არის გავეცანით რელიგიურ კანონმდებლობას, რომლის მიზანია საზოგადოების უდიდესი ორგანიზაციის უკდაუყოფა. უმაღლესი პირობა იმისათვის, რომ ცხოვრება წარმატებული იყოს და აყვავდეს. ქრისტიანობამ შიგ აღმოაჩინა თავისი მისია. ბოლო მოუღოს ამგვარ ორგანიზაციას, რადგან მასში სიცოცხლე წარმატებულია. შორეული წარსულიდან მოყოლებული, გონებას ექსპერიმენტის და დაურწმუნებლობის ნაყოფი უხვად უნდა დაეგროვებინა შემდგომი გამოყენებისთვის და მოსავალი საკმაოდ უხვი და სრულყოფილი იყო, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. აქ პირიქით, მოსავალი ერთ ღამეში იქნა მოწამლული. იქ რაც იყო, ყველაზე გრანდიოზული ფორმა ორგანიზაციისა, უმძიმეს პირობებში, რომელიც კი აქამდე შეიძლებოდა შექმნილიყო და რომელთან შედარებითაც წარსული და მომავალი ფორმები გამოიყურებიან, როგორც კუსტარული, უნიჭო და დილეტანტური. ანარქისტმა წმინდანებმა აქედან თავისთვის ღვთისმოსაობა შექმნეს, რათა ქვეყანა დაენგრიათ და ქვაქვაზე არ დარჩენილიყო. ამასობაში გერმანელები და სხვა ნაყარ-ნუყარა ბრბო მათზე კიდეც გაბატონდა. ქრისტიანი და ანარქისტი, ორივე დეკადენტი, არც ერთს არ გააჩნია უნარი, სხვაგვარად იმოქმედოს, გარდა გახრწნისა, დაბეჭავებისა, მოწამვლისა, სისხლის წოვისა, სიძულვილის მომაკვდინებელი
ინსტინქტისა ყოველფრის მიმართ, რაც აგამაღლებს, რაც დიდებულია, რასაც სიმყარე გააჩნია. ქრისტიანობა იყო ის ვამპირი, რომელსაც ჩვენ უკეთესად ვიცნობთ რომის პროვინციების ისტორიის მეშვეობით. ეს განსაცვიფრებელი, მაღალი სტილის მხატვრული ნაწარმოები გათვლილი იყო 1000 წლეულებზე. აქამდე ასე არამც თუ უშენებიათ, არამედ არც უოცნებიათ ასეთ მშენებლობაზე. ეს ორგანიზაცია საკმაოდ ძლიერი იყო, რომ უვარგისი იმპერატორებისთვის ამდენ ხანს გაეძლო. ასეთ დროს შემთხვევით პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. მთავარი პრინციპი არის დიადი არქიტექტურა, მაგრამ მან ვერ გაუძლო გახსნილების ყველაზე საშინელ, დამანგრეველ ფორმას, ქრისტიანობას. ეს ფარული ჭია, რომელიც ღამე, ბურუსში და ორაზროვნებაში თითოეულ პიროვნებაში შეცოცდა და თითოეულიდან ამოწოვა ჭეშმარიტებისადმი სერიოზული დამოკიდებულება, საერთოდ რეალობისადმი მიმართული ინსტინქტი. ამ ხტალმა ფემინისტურად მოკბო ბანდამ გრანდიოზული მშენებლობის მიმართ სულების გაუცხოება მოახერხა. ის აუცხოებდა ადამიანთა მაღალი ღირებულებების, მამაკაცურ კეთილშობილ ბუნებას, რომელნიც რომს თავიანთ კუთვნილ საქმედ და სიამაყედ მიიჩნევდნენ. თაღლითი ფარისევლების გაქნილობა, ფარული თავშეყრა, ისეთი პირქუში ცნებები, როგორიცაა ჯოჯოხეთი, უდანაშაულო მსხვერპლი, როგორიცაა სისხლის მწოვლის და ჩანდალას შურისძიების გაბატონება რომზე. რელიგიის იგივე სახეობა, რომელსაც ჯერ კიდევ ეპიკურემ გამოუცხადა ომი მის ჩანასახოვან ფორმაში. უნდა წაეკითხონ ლუკრეციუსი, რათა სიღრმეში ჩაცდნენ რას ებრძოდა ეპიკურე. ის ებრძოდა არა წარმართობას, არამედ ქრისტიანობას, სულების გახრწნას, ცოდვა სასჯელისა და უკვდავების ცნებას. ის მიწისქვეშა კულტებს ებრძოდა, ლატენტურ ქრისტიანობას. უკვდავების უარყოფა იყო მაშინ ნამდვილი ხსნა. ეპიკურე გაიმარჯვებდა, რადგან ყველა ღირსეული რომაელი ეპიკურეს მიმდევარი იყო. მაგრამ გამოშთა პავლე. პავლე, რომელიც ჩანდალას რომის წინააღმდეგ რისხვის ხორცს შესხმა და გენია გახდა. ებრაელი მთელი სამყაროს წინააღმდეგ, მარადიული ებრაელი. ის მიხვდა, რომ პატარა სექტანტური ქრისტიანული მოძრაობიდან შესაძლებელია მსოფლიო ხანძრის გაჩაღება. იუდეველთაგან მოშორებით სიმბოლოთი, ღმერთი ჯვარზე, შეიძლება ერთი საზარელი ძალაუფლების შექმნა. ქვემოთ მოქცეული, ფარულად მეამბოხე, იმპერიის ანარქისტული მოძრაობის მთელი პროპაგანდისტული მემკვიდრეობის ამოქმედებით. ხსნა იუდეველთაგან მოდის, ქრისტიანობა, როგორც ფორმულა, რათა აჯობო ყველა მიწისქვეშა კულტს, მაგალითად ოსირის, დიდ დედას, მითრას და შეაჯამო ისინი. ამაშია პავლეს გენიალობა. ამ მხრივ მისი ინსტინქტი ზუსტად მუშაობდა, ჭეშმარიტებაზე დაუნდობელი ძალადობით, მისივე გამოგონილი მხსნელის ბაგეთა მეშვეობით. ის ჩანდალას რელიგიას ახმოვანებდა, რომელიც გონების დაბინდვამდე ხიბლავდა ჩანდალა მსმენელს. მან შექმნა ისეთი რამ, რისი გაგებაც მითრას მღვდელებსაც შეეძლოთ. დამასკოს შემთხვევა. ის მიხვდა, რომ აუცილებლად სჭირდება უკვდავების რწმენა, რათა სამყარო გააუფასუროს, რომ ჯოჯოხეთის ცნება ჯერ კიდევ ბატონობს რომზე, რომ საიქიო სიცოცხლეს სჯობს. ნიჰილისტი და ქრისტიანი გერმანულში ერთმანეთს ერითმება და არა მარტო ერითმება. ანტიკური სამყაროს მიერ ჩატარებული სამუშაო ამაოა. სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი გრძნობა გამოვხატო ამ საზარლობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მათი სამუშაო წინასწარი სამუშაო იყო,
რომ მისი თვითშეგნების გრანიტით 1000 წლიან სამუშაოს ჩაეყარა საფუძველი. ანტიკური სამყაროს მთელი აზრი ამაო გამოდგა. რისთვის იყვნენ ბერძნები ან რომაელები? მეცნიერული კულტურისთვის ყველა წინაპირობა არსებობდა. მეცნიერული მეთოდებიც აქ იყო. კაცობრიობას გააჩნდა დიდი, შეუდარებელი კითხვის ხელოვნება. ეს კულტურული ტრადიციის წინაპირობა იყო მეცნიერების ერთიანობისა. ბუნების მეტყველება, მათემატიკასთან და მექანიკასთან კავშირში საუკეთესო გზაზე იყო. ფაქტების გააზრებას, უკანასკნელი და უმთავრესი, ყველანაირი გაგებისა. თავისი სკოლები ჰქონდა, უკვე თავისი 100 წლიანი ისტორია. ნეტავ, ვინმეს თუ ესმის ეს. არსებითი ყველაფერი ნაპოვნი იყო, რათა სამუშაოს შესდგომოდნენ. მეთოდები, ამის გამეორება 10 ჯერ შეიძლება. არსებითია და აგრეთვე უძნელესი, რადგან ჩვევები და სიზარმაცე მას შეუპოვრად უძალიანდებიან. ჩვენში ჩაბუდებულია ყველა უარყოფითი ქრისტიანული ინსტინქტი. ამიტომ დიდი ძალისხმევა და თვითიძულება იყო საჭირო, რომ კვლავ მოგვეპოვებინა რეალობის თავისუფალი ხედვა, სიფრთხილე, მოთმინება და სერიოზულობა თუნდაც უმცირესში, შემეცნების სამართლიანობაში. ის უკვე არსებობდა კიდეც, თითქმის 2000 წლის წინათ და ამას მიეთვლება აგრეთვე დახვეწილი ტაქტი და გემოვნება. არა ტვინის წვრთნა, არა გერმანული განათლება უხეში მანერებით, არამედ როგორც სხეული, როგორც ჟესტები, როგორც ინსტინქტი, მოკლედ, როგორც რეალობა. ყველაფერი ამაოდ. ერთ ღამეში ყველაფერი მოგონებად იქცა. ბერძნები, რომაელები, ინსტინქტის კეთილშობილება, გემოვნება, მეთოდური კვლევა, ორგანიზაციის და მართვის გენია, რწმენა, ადამიანის ნება მომავლისადმი, უდიდესი კი, ყველა ნივთისადმი, რომელიც განსახიერდა. ყველა გრძნობისთვის დიდებული სტილი, შექმნილი არა მარტო ხელოვნებით, არამედ რეალობით, ჭეშმარიტებით, სიცოცხლით და ეს ყველაფერი ერთ ღამეში ნაცარტ-უტად იქცა. ბუნების კატასტროფის შედეგად, არა გერმანელების ან სხვა მძიმე წონიანების მიერ იყო მთლიანად გათელილი, არამედ ვერაგი, საიდუმლო, უხილავი, სისხლნაკლული ვამპირების მიერ წაბილწული. ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ სისხლი გამოწოვეს. ფარული შურისძიება და შური გაბატონდა. ზედაპირზე მთელი ვეტო ამოტივტივდა. საბრალოთა, ტანჯულთა და ცუდ გრძნობებს ატანელთა. საკმარისია რომელიმე ქრისტიანი აგიტატორი წაიკითხო, მაგალითად წმინდა ავგუსტინე, რომ იყნოსო და მიხვდე, რა უწმინდური არსებები ამოვიდნენ ზედაპირზე. ჩვენ მოტყუებულები ვიქნებოდით, რომ ჭკუის ნაკლებობა დაგვებრალებინა ქრისტიანული მოძრაობის ბელადებისთვის. ისინი ძალიან ჭკვიანები, თითქმის წმინდანობამდე ჭკვიანები არიან. საეკლესიო მამები, მათ სულ სხვა რამ აკლეათ. ბუნებამ ისინი უგულებელყო, მას დაავიწყდა. სითვად გადაეცა მათთვის თუნდაც მცირედი პატიოსნების, წესიერებისა და სისუფთავის ინსტინქტი. ჩვენ შორის უნდა ითქვას, რომ ისინი არ არიან მამაკაცები. თუ ისლამს ქრისტიანობა ეზიზღება, ის 1000 ჯერ მართალია. ისლამის წინაპირობა მამაკაცობაა. ქრისტიანობამ ანტიკური კულტურა მოგვისპო, მოგვიანებით კი ისლამის კულტურაც მოგვისპო. ესპანეთის მშვენიერი მავრიტანული კულტურული სამყარო ფეხებით იქნა გათელილი. არსებითად ჩვენთვის მონათესავე, ჩვენა გრძნობებთან და გემოვნებასთან უფრო ახლოს მდგომი, ვიდრე რომი და საბერძნეთი. არ ვასახელებ, რომელი ფეხებით, რატომ? იმიტომ რომ ის კეთილშობილ, მამაკაცურ ინსტინქტებს თავის წარმომავლობას უმადლოდა, რადგან სიცოცხლეს განამტკიცებდა.
მავრიტანული ცხოვრების იშვიათე, რაფინირებული სიმდიდრით. ჯვაროსნებმა ისიც გაანადგურეს. ამის გამო უნდა შთაენთქა ისინი მიწას. მე-19 საუკუნე, იმასთან შედარებით, ღატაკია და ნაგვიანევი. ცხადია მათ ნადავლის გარდა არაფერი სურდათ. აღმოსავლეთი კი საკმაოდ მდიდარი იყო, მაგრამ აქ მორცხვობა უადგილოა. ჯვაროსნული ომები მხოლოდ უმაღლესი რანგის ყაჩაღობა იყო, სხვა არაფერი. გერმანელი თავადობა შთამომავლობით ძირითადად ვიკინგები, თავიანთ სტიქიაში იყვნენ. ეკლესიამ კარგად იცოდა როგორ მოქცეოდა გერმანელ თავადაზნაურობას, რომელიც ყოველთვის ეკლესიის უარყოფითი ინსტინქტების სამსახურში იდგა, საუკეთესო ანაზღაურებით. სწორედ გერმანული მახვილის მეშვეობით, გერმანული სისხლისა და მამაცობის მეშვეობით ეომებოდა ეკლესია ყველაფერ კეთილშობილს. ამას ბევრი მტკივნეული საკითხი უკავშირდება. გერმანელი თავადაზნაურობა, ეგრეთ წოდებული ეკლესიის შვეიცარიელები, თითქმის არ მოიხსენიება უმაღლესი კულტურის ისტორიაში და ადვილი მისახვედრია. რატომ? ქრისტიანობა და ალკოჰოლი გაღწნის ორი საშუალებაა. არჩევანის გაკეთება ქრისტიანობასა და ისლამს შორის არ შეიძლება, ისევე როგორც არაბსა და იუდეველს შორის. გადაწყვეტილება მიღებულია და არჩევანის უფლება არავის აქვს. ჩვენ ან ვართ ჩანდალა, ან არ ვართ. რომთან სამკვდრო სასიცოცხლო ომი, მშვიდობა, მეგობრობა ისლამთან. ასე გრძნობდა და მოქმედებდა ერთადერთი თავისუფალი სული, გენიოსი გერმანელ იმპერატორთა შორის, ფრიდრიხ მეორე. როგორ? განა გერმანელი უნდა იყოს გენიოსი, თავისუფალი გონი, რათა წესიერად შეიგრძნოს. მე არ მესმის, როგორ შეეძლო გერმანელს ოდესმე რაიმე ქრისტიანულად ეგრძნო. აქ აუცილებელია შევეხოთ 100-ჯერ უფრო მტანჯველ მოგონებებს გერმანელებისთვის. გერმანელებმა ევროპას კულტურის უკანასკნელი მოსავალი მოუსპეს, რომლის აღებაც შეიძლებოდა რენესანსის კულტურა. ბოლოს და ბოლოს სურთ მაინც რომ გაიგონ, რა იყო რენესანსი. ქრისტიანულ ფასეულობათა გადაფასება, მცდელობა, ყველანაირი საშუალებით, ინსტინქტებით, გენიით მიაღწიათ იმისთვის, რომ კეთილშობილ ფასეულობებს გაემარჯვათ. აქამდე იყო ომი, აქამდე არ არსებობდა შესაძლებლობა საკითხის კატეგორიულად დასმისა, მით უმეტეს რენესანსის საკითხისა. ჩემი კითხვა სწორედ ამას ეხება. თავდასხმა არასდროს ყოფილა ესოდენ საფუძვლიანი, პირდაპირი, მკაცრი, მთელ ფრონტის ხაზზე და ცენტრში. თავდასხმა განხორციელდა ყველაზე გადამწყვეტ ადგილზე, შიგ ქრისტიანობის ცენტრში. აქ მოახერხო, რომ კეთილშობილი ფასეულობები აამაღლო სამეფო ტახტის სიმაღლეზე. მე მსურს ვთქვა, აამაღლო ისინი იქ დაბრძანებულთა ინსტინქტებამდე და სურველამდე. მე ვხედავ ზემიწიერი ხიბლის შესაძლებლობას და ფერთა სიტურფეს. მეჩვენება, რომ ისინი რაფინირებული სილამაზის თრთოლვით ბრწყინავენ, რომ ღვთიური ხელოვნებით არიან შექმნილი, ისეთ ეშმაკისეული ღვთიურობით, რომ ამაოდ ვეცდებით 1000 წლეულების მანძილზე ამგვარი შესაძლებლობის მიგნებას. მე ვხედავ სანახაობას, ისეთ გრძნობაც და ამავე დროს საოცრად პარადოქსულს, რომ ოლიმპოს ღმერთებს ექნებოდათ უსასრულო სიცილის საბაბი. ჩეზარე ბორჯია, პაპი, ესმით ჩემი? ეს იქნებოდა გამარჯვება, რომლისკენაც მხოლოდ მე მიველტვი. ამით ქრისტიანობას ბოლო მოეღებოდა. მაგრამ რომში გერმანელი ბერი მოვიდა, ლუთერი, წარუმატებელი მღვდლის, შურისმაძიებელი ინსტინქტით სავსე. ის აღსდგა რენესანსის წინააღმდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ღრმა მადლიერებით ეგრძნო მომხდარი საშინელება, საკუთარ ბუდეში ქრისტიანობაზე გამარჯვება.
ის ამ საშინელებით მხოლოდ თავის სიძულვილს კვებავდა. ლუთერი ხედავდა პაპების გახსნილებას, თუმცა ხელშესახები სულ სხვა რამ იყო, არა ცნობილი გახსნილება. არა, პაპის სკამზე ქრისტიანობა აღარ იჯდა. არამედ ცხოვრება, ტრიუმფი, არამედ დიდი კი, მაღალს, ლამას, თამამ საქმეებს და ლუთერმა ეკლესია აღადგინა. ის თავს დაესხა მას, რენესანსი, უაზრო მოვლენაა, დიდი ამაოება. ახ, რად დაგვიჯდა ეს გერმანელები? ამაოება ყოველთვის გერმანელი საქმე იყო. რეფორმაცია, ლაიბნიცი, კანტი და ეგრეთ წოდებული გერმანული ფილოსოფია. ომები თავისუფლებისათვის, იმპერია, ის, რაც იყო, აღარ დაბრუნდება. მე ვაღიარებ, გერმანელები ჩემი მტრები არიან. მეზიზღება მათში უწმინდურობა, ცნებებისა და ფასეულობების მიმართ. პატიოსანი კი და არას წინაშე სიმხდალე. 1000 წლის მანძილზე მათ ყველაფერი აურდაურიეს. მათ სინდისზეა ყველა ნახევრიანები, 3 მერვედიანი, რომლითაც ევროპა ავად არის. მათ სინდისზეა ასევე ქრისტიანობის ყველაზე ბინძური, უკურნებელი და უცილობელი სახეობა, რომელიც კი საერთოდ არსებობს, პროტესტანტიზმი. თუ ქრისტიანობას საერთოდ ვერ გაუმკლავდებით, ამაში დამნაშავე გერმანელები იქნებიან. ამით ვამთავრებ და ვახმოვანებ ჩემს განაჩენს. ამით მსჯავრს ვადებ ქრისტიანობას. ქრისტიანულ ეკლესიას ყველაზე საშინელ ბრალდებას წაუყენებ, რომელიც კი გაგონილა ბრალმდებლის ბაგეთაგან. ჩემი აზრით, ეს წარმოუდგენელი შერყვნაა. მან უკანასკნელი შერყვნისათვის გამოიჩინა ნება, რომელიც კი იყო შესაძლებელი. თავისი სიბელწით ხელშეუხებელი, არაფერი დატოვა. ყოველი ფასეულობა გააუფასურა. ჭეშმარიტებიდან სიცრუე შექმნა, პატიოსნებიდან სულიერი სიმდაბლე. კიდევ ბედავენ, რომ მიხსენონ ქრისტიანობის ჰუმანური ლოცვა, უბედურების მოშორება მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ის უბედურებით ცხოვრობდა, რათა უკვდავ ეყო საკუთარი თავი. ცოდვის ჭია. ამ უბედურებით ქრისტიანობამ გაამდიდრა კაცობრიობა. სულთა თანასწორობა ღვთის წინაშე, ეს სიყალბე, ეს საბაბი ყოველი მიწიერისთვის, ეს გონების ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ბოლოს რევოლუციად, თანამედროვე იდეად და საზოგადოებრივი წყობის დაცემის პრინციპად იქცა. ეს ხომ ქრისტიანული დინამიტია, ქრისტიანობის ჰუმანური ლოცვა, გამოწვნა თვით წინააღმდეგობა, თვით წაბელწვის ხელოვნება, ნებისმიერ ფასად სიცრუის ნება, სიზღი და სიძულვილი კარგი და პატიოსანი ინსტინქტების მიმართ. ეს იქნებოდა ჩემთვის ქრისტიანული დალოცვა. ეკლესიის პრაქტიკა პარაზიტიზმია, რომელიც თავისი წმინდანობის იდეალით და სისხლნაკლულის სიფერმთალით მთელ სისხლს, სიყვარულს, სიცოცხლის იმედს სწოვს. საიქიო, როგორც რეალობის უარყოფის ნება, ჯვარი, როგორც ნიშანი მიწისქვეშა შეთქმულებისა, შეთქმულება ჯანმრთელობის, სილამაზის, თვით სიცოცხლის წინააღმდეგ. ეს ბრალდება ქრისტიანობის წინააღმდეგ სურს ყველა კედელს წავაწერო, სადაც კი ეს კედლები არსებობს. მე მაქვს ასოები, რომლებიც ბრმებს თვალებს აუხლენ. ქრისტიანობას უდიდეს ერთიან წყევლას უწოდებ. ერთიან შინაგან ხრწნას, დიდ ერთიან ინსტინქტს, რომლისთვისაც არანაირი საშუალება არ იქნება საკმარისად შხამიანი, ვერაგი, დაბალი, საკმარისად ცოტა. მე მას ვუწოდებ ერთიან უკვდავ, სამარცხვინო ლაქას კაცობრიობისა. და აი, დროს ითვლიან იმ უბედური წამიდან, როდესაც ეს ბედისწერა დაიწყო, ქრისტიანობის პირველი დღიდან,
რატომ არა უკანასკნელიდან, დღის შემდეგ, ყველა ფასეულობათა გადაფასება. ანტიქრისტე, ფრიდრიხ ნიცშე. წიგნის დასასრული. წიგნს თქვენთვის კითხულობდა ნიკო. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.